პარიზის ქუჩებიდან აიყვანეს, რათა კოსმოსში გაეშვათ. 1963 წლის 18 ოქტომბერს საფრანგეთმა რაკეტა გაუშვა კოსმოსში. მასში მგზავრი იჯდა, პარიზის ქუჩებიდან შერჩეული კატა სახელად ფელისეტი. თავდაპირველად მას ჰქონდა მხოლოდ კოდი C341. მეცნიერები შეგნებულად ერიდებოდნენ სახელის დარქმევას. არ უნდოდათ ემოციურად მიჯაჭვოდნენ. 1963 წელს საფრანგეთმა პარიზის ქუჩებიდან 14 კატა შეარჩია. მათ მკაცრი მომზადება გაიარეს. ცენტრიფუგა, ხმაური და ვიწრო სივრცეები. მათგან ყველაზე მშვიდი ფელისეტი აღმოჩნდა. მეცნიერებმა მას თავის ტვინში ელექტროდები ჩაუდგეს, რათა მისი ნერვული სისტემა შეესწავლათ. 18 ოქტომბერს რაკეტამ ფელისეტი კოსმოსში აიყვანა. მან რამდენიმე წუთი გაატარა უწონადობაში და დედამიწაზე ცოცხალი და უვნებელი დაბრუნდა. ექსპერიმენტმა დაამტკიცა, რომ ნერვული სისტემა უწონადობის პირობებში ნორმალურად ფუნქციონირებდა. მიღებულმა მონაცემებმა მეცნიერებს კოსმოსური ფრენების გავლენის უკეთ შესწავლაში მნიშვნელოვანი ინფორმაცია მისცა. ფრენის შემდეგ მედიამ კატას ფელიქსი შეარქვა, თუმცა რადგან იგი მდედრობითი სქესის აღმოჩნდა, მეცნიერებმა სახელი შეუსწორეს და ფელისეტი დაარქვეს. მისი სახელი თითქმის 56 წლის განმავლობაში დავიწყებული იყო. მოგვიანებით, ენთუზიასტთა ჯგუფმა კრის ბეგნის ლიდერობით კამპანია წამოიწყო მისი ხსოვნის აღსადგენად. შედეგად შეგროვდა თანხა და 2019 წელს საფრანგეთში, სტრასბურგის კოსმოსურ საერთაშორისო უნივერსიტეტში ფელისეტის ბრინჯაოს ქანდაკება საზეიმოდ გაიხსნა. ის გლობუსზე ზის და ვარსკვლავებს უყურებს. ფელისეტი კოსმოსური კვლევების ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა. თქვენ თუ იცოდით ფელისეტის შესახებ, დაგვიწერეთ კომენტარებში და საინტერესო ისტორიებისთვის გამოიწერეთ ჩვენი არხი.